მშვიდობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს ერთსულოვნებით სალონში და დღეს ჩვენ გსურს ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან, საინტერესო და საჭიროებო საკითხზე, როგორიც არის ქართული საეკლესიო გალობა. მოგეხსენებათ, ქართულ გალობას უზარმაზარი ტრადიცია აქვს, ეს არის მართლა ჩვენი დიდი საუნჯე, ჩვენი დიდი სიამაყე და ჩვენ გვინდა ახლა წაგიკითხოთ ერთი ციტატა, რომელიც ეკუთვნის სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, სადაც იგი ლაპარაკობს სწორედ ქართული გალობის შესახებ. ქართული გალობა ისეთივე საუნჯეა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ენა, მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა, ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ მას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული გალობა არის საეკლესიო ტრადიციის წმინდა დამცველი. შეურყნელი, უძველესი და ამასთან შუა საუკუნეების მართლმადიდებელ ეკლესიათა საგალობლებს შორის ერთადერთი მრავალხმიანი ანალოგის არ მქონე, რაც მის უნიკალობას განაპირობებს. ციტატა დასრულდა. აი ესეთი შეფასება მისცა საქართველოს ეკლესიის საჭეტრობელმა ჩვენს გალობას. დღეს ჩვენ ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ჩვენი სტუმრები, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ. ბატონი ზაალ წერეთელი, ანჩისხატის გალობელთა გუნდის რეგენტი, ბატონი ჯონ გრემი, პრინსტონის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც მუშაობს ქართულ საგალობლებზე, იგი დისერტაციას ამზადებს ამ თემაზე, ბატონი დავით ზათიაშვილი, ანჩისხატის გალობელთა გუნდის წევრი და ქალბატონი მაგდა სუხიაშვილი, კონსერვატორიის პროფესორი. ქალბატონო მაგდა, თქვენი დავიწყოთ, იმიტომ რომ თქვენ თეორეტიკოსი ხართ, თქვენ მუშაობთ ქართულ გალობაზე და იქნებ ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რამდენად შორეული და ღრმა ფესვები აქვს ქართულ მრავალხმიან საგალობელს. ჩვენ გვაქვს წყაროები, არაერთი მრავალი წყარო გვაქვს, რომ უკვე მე-6 საუკუნიდან ღვთისმსახურება ტარდება ქართულ ენაზე და რომ ძველთაგანვე ჩვენ გვქონდა სამგალობლო სკოლები, ძალიან მაღალ განვითარებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და იქ მართლაც ძალიან ისეთი ცხოველი, ისეთი მუშაობა მიმდინარეობდა. სამგალობლო კრებულები, ამის ნათელი დადასტურება, ნემირებული კრებულები. მათ შორის უძველესი ჩვენ ვიცით არის მე-10 საუკუნის პირველ ნახევრის და იქ დადასტურებული ქართული ნემური სისტემა არ გავს არც ბერძნულს, არც რომაულს. არც სომხურს. ეს არის თვითმყოფადი კულტურა, ეს ამის ნათელი დადასტურება და სხვა მრავალი ასე ვთქვათ ანდერძმინაწერები, ცნობები მეტყველებენ იმაზე, რომ ქართულ გალობას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. აი თუ არის დადასტურებული ისეთი შემთხვევები, როდესაც საზღვარგარეთ არსებულ სულიერ ცენტრებში, სადაც ქართველი ბერები მოღვაწეობდნენ, იქაც იყო გამოყენებული ქართული გალობა. დიახ, არის ასეთი ცნობები. პირველ ყოვლისა მინდა მოვიშველიო ის ხელნაწერები, სინური ხელნაწერები. სინასწრაფზე მოღვაწეობდნენ ქართველი ბერები საბაწმინდაში, საბაწმინდური ხელნაწერები ასევე, რომელიც მოგვიანებით მოხდა სინასწრაფზე, ნემირებულია ეს ხელნაწერები. გარდა ამისა არის ცნობა და გავიხსენებ ახლა ერთ-ერთ ანდერძმინაწერს გიორგი დელმონაზონი, რომელსაც აქვს ერთ-ერთ ხელნაწერზე ესეთი მინაწერი, საბაწმინდელ სინელი, ესე მოიხსენიება იგი. ის პირდაპირ ახსენებს გალობელთა კრებულს, რომლისთვისაც არის ეს შექმნილი ეს ხელნაწერი. ანუ იხარებდით მოძღვრებითა სულიერად შესქმნისათა, ანუ სულიერის შესხმაში ის გალობას გულისხმობს, ხო იმ სწავლელო კრებულთაო. ანუ იქ იყო სამგალობლო სკოლა და სწავლელთა კრებული იქ სწავლობდა საეკლესიო გალობას. ეს არის საბაწმინდური ხელნაწერის მინაწერი. ბატონო ჯონ, თქვენ მინდა შეგეკითხოთ, რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება ქართული გალობით? საიდან დაიწყო, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? მადლობა. მე ფიქრობ, ვინც ეძებს მართლმადიდებლური მუსიკას, აუცილებლად საქართველოს ქართულ გალობას იპოვნის მაინც და მაინც. მე თავიდან ჩანაწერი მოვისმინე ერთი ბიბლიოთეკაში ამერიკაში რუსთავის საგალობლების დისკი იყო თავიდან შემიყვარდა ერთ-ერთი წმინდა ღმერთო ზაქარი ფალიაშვილის ვარიანტი და იქიდან დავიწყე ვაცავლიდი ჩემ გუნდს
ამერიკაში მე ჩამოვედი თავიდან 2003 წელს და იქიდან დავიწყე საგალობლების სერიოზული სწავლა უფრო ხელნაწერების ინსტიტუტში ბევრი მასწავლებლებთან ერთად მაგალითად ეს ხალხი კონსერვატორიაში თქვენ ახსენეთ ანჩისხატის გუნდი და ალბათ შემთხვევითია არც ეს იყო რომ ახსენეთ ეს გუნდი და არც ის რომ ამ გუნდის ორი წარმომადგენელი დღეს ჩვენ სტუდიაშია, იმიტომ რომ როდესაც 80-იანი წლების ბოლოს დადგა საკითხი იმისა, რომ აღდგენილიყო ქართული საგალობელი, აქ მართლაც განსაკუთრებული წვლილი ამ საქმეში შეიტანა სწორედ ანჩისხატის გუნდმა. აი ბატონო ზალ, თქვენ პირველივე წუთებიდან ხართ ამ გუნდის წევრი და როგორ იწყებოდა აი ეს პროცესი, აღდგენის პროცესი და რა სირთულეები იყო ამ გზაზე? აღდგენის პროცესი დაიწყო ასეთნაირად, რომ ჯერ გუნდი არც გალობდა ეკლესიაში და არც იყო გახსნილი ანჩისხატის ტაძარი, როდესაც ესე იგი უკვე შეკრული იყო ეს ანსამბლი, გუნდი, ახალგაზრდა სტუდენტების გუნდი, რომელსაც მე მალევე შეუერთდი. და ეს ახალგაზრდები ესე იგი დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით სწავლობდნენ ქართულ სიმღერას. კონსერვატორიის სტუდენტები იყვნენ ძირითადად, მე სხვა სპეციალობის ვიყავი, მაგრამ მალხას ვიცნობდი და რომ შემომთავაზა ვიმღეროთო სიმღერებიო, კი ბატონო მეთქი და შეუერთდი ასეთნაირად ამ გუნდს. და უკვე მალევე აი რაღაც ერთ წელიწადში გაიხსნა ანჩისხატის ტაძარი და უწმინდესის კურთხევით ეს გუნდი, რომელსაც ჯერ სახელით არ ჰქონდა, იქნა დადგენილი მანდ გალობელთა გალობლად და აი ფაქტიურად აი მაშინ ჩვენ არც ვიცნობდით აი ამ საგალობლებს, იმიტომ რომ სიმღერები კიდე ვიცოდით ხო რა რაღაც სიმღერები ხო, მაგრამ საგალობლებში ჯერ გათვითცნობიერებული არ ვიყავით, იმიტომ რომ სანოტო მასალაც არ ჰქონდა. მაგრამ ნუ ახლა მუსიკალური განათლება ყველას ჰქონდა და ეს ნოტები ძველი გამოცემული მოვიძიეთ და აი მანამდე რა იგალობებოდა? ალბათო მაგდა მანამდე რამოდენიმე ათეული ტაძარი იყო შემორჩენილი საქართველოში, მიდიოდა წირვალოცვა და ბუნებრივია საგალობელიც იყო. იცით რა არის მანამდე რეპერტუარი რომელიც იყო, ეს იყო საკმაოდ ეკლექტური. მაშინ როგორ ჩანს აი სანოტო მასალა იყო ძალიან რთული, ის მასალა ძველი საეკლესიო საგალობლები, ეს იყო საკმაოდ რთული რეპერტუარი გალობელთა გუნდებისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს იყო საბჭოთა ეპოქა და გალობლები ფაქტიურად არ ყავდათ ტაძრებს, ან იყო აი მოყვარულები სახელდახელოდ თავმოყრილი შეკრებილი. პრობლემა თავის მხრივ დიდი საქმე გააკეთეს. ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, რა თქმა უნდა, მაგრამ სათანადო ცოდნა მომზადება მათ არ ჰქონდათ. ძირითადად გაბატონებული იყო ევროპეიზებული საგალობლები. შემდეგ ქართულმა კომპოზიტორებმაც სადეს დაეწერათ უფრო მარტივი ალბათ მათთვის აი ამ გუნდებისთვის რეპერტუარი საგალობლები და ეს საკმაოდ როგორც აღვნიშნე უკვე ეკლექტური საგალობლები რეპერტუარი სრულდებოდა. 8000-მდე საგალობელი არის და ჩანაწერი ეს ნოტებზე გადატანილი, ეს მე თქვენ სტატიებში მაქვს ამოკითხული და ეს კი არსებობდა, მაგრამ ამას ჭირდებოდა გაცოცხლება რა ბატონო ზალ. აი როგორ დაიწყო ეს? ხო, აი ესე იგი ეს პირველი კრებული, რომელშიც ჩვენ ჩავიხედეთ, ასე ვთქვათ, გახლდათ ქორიძის წირვალოცვა. ფილიმონ ქორიძის. ამჟამად და სააღდგომო მსახურება. აი ეს ორი კრებული იყო, რომელიც აი პირველად შევეხეთ. და კიდევ კარბელაშვილების ქართკახური, ხო, ცისკარი და მწუხრი, ხო. ეს გამოცემები არსებობდა, ძველი გამოცემებია, სადაც მე 20 საუკუნის დასაწყისის და უკვე შესაძლებლობა გაგვიჩნდა, რადგანაც ეს ნოტები შევეხეთ ჩვენ, რომ ჩაგვეხედა, აგვეჟღერებინა, როგორ ჟღერს რა მუსიკა, რა ეს არის და ნუ ეხლა ის მასალა რომელიც იქ წერია, ხო, საჭიროებს გარკვეულ რედაქტირებას, სანამ მიიღებს საბოლოო სახეს, იმიტომ რომ
ეს ქართული ბგერათა წყობა მაინც ესა ქართული ბგერათა წყობა ვერ აისახება ესე იგი ადეკვატურად ევნოპურ სანოდო სისტემით და ამგვარად საჭიროებს რედაქტირებას. იქ ბევრი შეცდომებია, ხა მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო განვითარებული ძალიან ეს გამოცემების საკითხები, მით უმეტეს ისეთი რთული, რაც როგორიცაა ნოტი, ხო? ხო, მაგრამ ნუ მაინც ესე იგი ჩვენ დავინახეთ იმაში ეს სიმდიდრე რა და ეს განძი, რაც დევს ახლა. აი ამ ნოტებში და ეს მუსიკა რო აჟღერდა ხო, აი რაღაცნაირად ჩვენ მოვიხიბლეთ, მოვინუსხეთ ამით და ზოგჯერ ველს არ მოწონდა, ზოგჯერ მოძღვარს არ მოწონდა. უცხო იყო გადაჩეული ჩემს. რა თქმა უნდა. არ მოწონდათ და ვერ იღებდნენ ძნელა. ესა ვერ იღებდნენ ამ მუსიკას. როდესაც ჩვენ ვიყავთ მეგობრები მალხაზი და მე, იმიტომ რომ ჩვენ ვსწავლობთ ერთ კურსზე ერთი პერიოდი, მაგრამ იმ თავიდანვე და აქვე დავძინე რომ მალხაზი უფრო ჩახედული იყო ამ საღვთისმეტყველო საღვთისმსახურო საკითხებში, იმიტომ რომ უკვე გალობდა ქაშვეთის გუნდში. მან უკვე იცოდა ეს საგალობლების თანმიმდევრობა, უკვე იცოდა ქართული გალობის ფასი, თუმცა ნაკლებად იცნობდა ამის ნოტები. მაშინ თავიდან ჩვენ ჯერ ვერ მოვიძიეთ და ეს მოხდა ძალიან საინტერესოდ. დღეს უკვე რექტორად გამოცხადებული კონსერვატორიის რექტორი ბატონი რევას კიკნაძის სახლში აღმოაჩინეთ ზუსტად ეს ქორიძეს კრებულის ბატონი რევაზიც გალობდა. ბატონი რევაზიც გალობდა პირველ პერიოდში, შემდეგ იქ გერმანიაში წავიდა. ხო და აი ზუსტად მე კარგად მახსოვს პირველად როგორ ვიგალობეთ, მე მგონი ეს იყო სააღდგომო საგალობლები ფირონ ქორიძის კრებულიდან და თავიდან ჩვენც კი გაგვიკვირდა ეს ჟღერადობა, იმდენად იყო მოულოდნელი და აბსოლუტურად ჩვენთვის ესეთი უცნობი. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გარკვეულად მუსიკალურად მოუზადებულები ვიყავით და შეგვწევდა უნარი შეგვეფასებინა შეიძლება ადეკვატურად არა იმ თავიდან, მაგრამ რომ ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი მუსიკა, ნამდვილად მაშინ ვერ მივხვდით, მაგრამ იასაც მივხვდით რომ ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი. თვითონ აი საგალობლების აღდგენის მცელობა, ქართული საგალობლების აღდგენის მცელობას პატრიარქი დიდი ენთუზიაზმით გულმოდგინებით უჭერდა მხარს და ყოველთვის ხარში ედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და იმ თავიდან ძალიან კარგი ნაბიჯი გააკეთა. მან კი არ თქვა რომ უცებ უნდა გამოცხადდეს ყველა ეკლესიაში ეს. აი იყო სანჩისხატი ჯერჯერობით ეს ძველებური საგალობლის კერა და შემდგომში უკვე გამოჩნდება როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება იმას როგორ აღიქვამდნენ ამ გალობას, რა თქმა უნდა გაუჭირდათ იმდენად რამდენადაც ბევრი მრევლი არის შეჩეული ხო ძალიან ემოციურ ეგზალტირებულ გალობას და აი ქართული საგალობელი აბსოლუტურად განწმენდილი ამ რაღაც მშვენიერი რაღაც განცდებებისგან და ეს იყო პირველი ძალიან დიდი ბარიერი რომელიც აღემართა ესე რა ქვია ძველი თაობის უფრო მეტად ახალგაზრდები უფრო ესეთი პლასტიურები არიან უფრო ადვილად აღვიქვამენ ახალს აი სენტიმენტალიზმი უცხოა საგალობლისთვის. ისე რომ მე ზოგადი პრინციპია, ზოგადი მიდგომა ასეთი უნდა იყოს ლოცვისადმი და არა ქართული, არამედ ეს ლოცვა და საგალობელი უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი აი მეტი რაღაც მინაერთების, გზნობებისგან და რაღაც. ახლა რა თქმა უნდა მართლმადიდებლური ლიტურგია საერთო გახლავთ ღვთისმსახურება საერთო ერთიან დოგმატურ საფუძველზეა ეს ყველაფერი დაფუძნებელი ერთია კანონიკაზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით რომ არსებობს ქრისტიანული არქიტექტურა, ქრისტიანული ხაწერა და ამავე დროს არსებობს საგალობელი, არსებობს ენა, სამეთყველო ენა და ეს ყველაფერი აქვს სხვადასხვა ხალხებს აქვს სხვადასხვა. ანუ ყველა კი ადიდებს უფალს და ადიდებს ერთიან საფუძველზე, მაგრამ მაინც თავისებურად, თავისი კუთხით. აი ხა მე მინდა ყველა ჩვენ სტუმარს ვკითხოს სწორედ ეს კითხვა დაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ესეთი მიდგომა და რამდენად ეს უიოლებს ადამიანს უფალთა მისვლას, აი ეროვნული თავისებურებებიდან, ეროვნული კულტურიდან გამომდინარე. ბატონ ჯონი, იქნებ თქვენი დავიწყოთ.
აი არქიტექტურას დაკავშირებით მე ტურისტები მყავს ხოლმე აი სხვადასხვა ქვეყანაში და წავიყვან ძველ თაძრებს საქართველოში და ვეცნობ ისტორიას და როგორ იყო მართლმადიდებლობა აქ წინა საუკუნეებში და დღევანდელი მართლმადიდებლობა როგორ არის და ეს პუნქტი ხშირად გამოდის რომ ძველ თაძრებში გალობა არის ძალიან ცოცხალი აკუსტიკის გამო აი ძველ თაძრებში ასეთი პროპორცია იცოდნენ ასეთი მასალა ზოგჯერ ყვევრი არის კედელში დაფარული და ასე შემდეგ და ახალ თაძრებში იშვიათი აკუსტიკა ასეთი კარგი არ არის როგორც ალავერში ვთქვათ გელათში სხვადასხვა ძველ თაძრებში და ეს იყო ერთ-ერთი ნიშნულოვანი გზა ძველ თაძრების აშენებულისთვის იმიტომ რომ ჩემ აზრით ლოცვა ცირვაში საგალობლები არის მთავარი არის მკვდლის ლოცვა დეკონის და მგალობლების და მედავითნის თქმა და ყოველ ხარისგან ეს არის პრინციპში გალობა უკვე და არის ხმა თისკენ და აკუსტიკა უნდა იყოს კარგი რომ რევლი კარგად usmens ლოცვებს ეროვნულობად რადგან დაყოფილია საერთოდ მთელი ქვეყნიერება ხო ესე იგი ასე საჭირო ხო და ეროვნულად დაყოფა პირველი ნიშანი არის ენა და არის აგრეთვე მუსიკაც და გნებავთ არქიტექტურას და რაღაცა მუსიკალური ენაც ხო არის რა თქმა უნდა და ამგვარად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისთვის რომ იგი ღმერთს ადიდებდეს იმ ენაზე რომელი ენაც მისთვის არის მშობლიური აი ბატონო დავით პირადად ჩემი დაკვირვებით და ბუნებრივია ეს ალბათ ორიგინალური არ ვიქნები ამაში აი რა თქმა უნდა ყველა მართლმადიდებლური ტაძარი ჩვენთვის ახლოა ჩვენ სულთან ახლოს არის და ყველგან ჩვენ ლოცულობთ მაგრამ იგივე ხა არქიტექტურიდან გამომდინარე ხა ის არქიტექტურული ფორმები რაც აქვს ჩვენ ტაძარს ჩემთვის როგორც ქართველის უფრო ახლო არის აი მაგალითად ხახვისებური გუმბათი ჩემი ესე იგი ესთეტიკისთვის არ არის ისეთი ახლობელი როგორც ის გუმბათი რომელიც აქვს ის გუმბათები რომელიც აქვს ჩვენ ტაძარს ანუ კარგია ყველა ხაწერა ბერძნულიც თქვა სერბულიც რუმინულიც მაგრამ ჩემთვის უფრო ახლოა ის ქართული ხაწერა ასევე შეიძლება ითქვას რომ საგალობელიც ყველა საგალობელი შეიძლება ინტერესით მოусმინო ერთხელაც ორჯერად შეიძლება ხანდახან დაესწრო კიდევაც ასეთ სახურებას თუ უცხოეთში მოხდი მაგრამ შენთვის ორგანული არის როგორც ქართველისთვის ეს ქართული საგალობელი მე მგონი აი ეს სწორია რა თქმა უნდა და მე კიდე დავუმატებდი რომ აი ეროვნული ამ შემთხვევაში ქართული საგალობლები გვეხმარება ჩვენში ჭეშმარიტი განცდის მოძიების იმიტომ ძალიან ხშირად ჩვენი ასე ვთქვათ აღრეული გონება სულ სხვა მიმართულებით მივყევართ და აი სწორედ ეხლა მე შემიძლია სხვა მართლმადიდებლური გალობა მოვისმენ და მე ესთეტიური სიამოვნება მაგრამ ესთეტიური სიამოვნება არ არის თავარი განცდა რომელიც უნდა გეუფლებოდეს მაგალითად გალობის დროს აი რატომ მოხდა ესეთი მწვავე რეაქცია მაგალითად ქართული გალობის სწორედ რომ ქართულ მრევლში იმიტომ რომ სწორედ იქ დაიწყო ქართულმა გალობა მაგძნობინა ის რომ არის რაღაცა ცრუ განცდები და ცრუ ემოცია და არის ჭეშმარიტ ემოცია რომელიც და აი ეს განსხვავება განსაკუთრებით მზაფრად იგრძნო ისევ ქართველმა მრევლმა და ამ ქართულმა საგალობლებმა უშუალოდ მათ აი სწორი დამოკიდებულების მონახვა თავის საკუთარ თავში და სწორი განცდის დაუფლება საქართველოს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გალობა არის მუსიკალური ენა და ლოცვა უნდა იყოს ახლენი მშობლიურ მუსიკალურ ენაზე
და ლოცვა ეს არის ძალიან უშუალო დამოკიდებულება ადამიანსა და ღმერთს შორის და ალბათ ადამიანს გაუჭირდება კიდევაც ლოცვა სხვა ენაზე, არა ის მისთვის ბუნებრივია რომ მშობლიურ ენაზე ილოცოს. ამიტომაც არის რომ ყველა ავტოკეფალურ ეკლესიაში ღვთისმსახურება არა მარტო მშობლიურ ენაზე ყალიბდება, არამედ გალობა და ზოგადად ყველა დარგი ხელოვნების იძენს ეროვნულ თვითმყოფად ხასიათს და ეს ასებით ბუნებრივი არის. ეს ვფიქრობ. ამ პუნქტზე საგულებლები სხვადასხვა ეკლესიაში განსხვავება, მაგრამ გავს ერთმანეთს. აი საიდუმლოა ცოტა ღრმით თუ უყურებ საგულებლების სხვადასხვა კუთხისგან გრეგორიული გალობა ხო იგივე ფესვებიდან მოვიდა სანამ კათოლიკები და მართლმადიდებლები განშორდა ბერძნული, სერბიული გალობა, სირიული, ეგვიპტიური ეს გალობა სტრუქტურულად ძალიან გავს ერთმანეთს როგორც წესიანი ხანგი არის და ამ ხანგზე არის ეს პრინციპი რაც ყველა მიცის მთავარია იმპროვიზაცია და სანამ ეს გალობა ჩაწერილი იყო ნოტებზე იმპროვიზაციის პროცესი იყო ცოცხალი სეპირი ტრადიციაში მაგალითად შეიძლება თქვა და ეს პრინციპი არის ყოველ მართლმადიდებლური მუსიკის სისტემაში და ქართულ გალობაშიც სისტემაში არის. აი ბატონ ჯონი შეეხო იმ საკითხს, რომ თავიდან ცოცხალი ტრადიციით გადაეცემოდა ეს ყველაფერი. ანუ ყოველი მომდევნო თაობას წინა თაობა ასწავლიდა ამ ყველაფერს, მაგრამ მე-19 საუკუნეში ამ პრობლემის წინაშე დავდექით ჩვენ, რომ შეიძლება დაკარგულიყო ეს გალობა და ამ დროს მოხდა ჩაწერა. ჩაწერა სწორედ იმ ქართველი მამული შვილების მიერ, რომელსაც ეს საკითხი აწუხებდა, ეს პრობლემა აწუხებდა და აი მაშინ ჩაიწერა სწორედ ეს საგალობლები. ეს კი ყველაფერი ჩაიწერა, ეს შეგროვდა, რა თქმა უნდა, ალბათ ყველაფერი ვერა და რაღაცა დრომ, რაღაცა მაინც დაგვავიწყდა ჩვენ, რაღაცა დაიკარგა, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩვენ ვახსენეთ ეს 8000 საგალობელი. ამას ყველაფერს სჭირდებოდა მე გაცოცხლება, იმიტომ რომ ხო შეიძლება ეს ყოფილიყო სადღაც მუზეუმის ან არქივის სათაროებზე შემოდებული და მართლაც ეს პროცესი მიძმა. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დიდი სისწრაფით უნდა წავიდეს და უფრო მეტი ინტენსივობით. აი ახლა დღეს მე ვიცი რომ არსებობს სინოდის დადგენილებები ქართულ გალობასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ აგვალდებულებს ყველა ტაძარს, ყველა სამგალობლო გუნდს იმას, რომ მათ იგალობოს სწორედ აი ამ ქართულ კილოზე, ანუ ქართული საგალობელი, მაგრამ ჯერჯერობით აი კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა. ორ პრობლემაზე გავამართლებ საქმეს. პირველი ეს არის, რაზეც თქვით უკვე. ქართული მუსიკალური ენა სამწუხაროდ ჯერ კიდევ უცხო ენა არის. რაუცნაურიც არ უნდა იყოს. რაუცნაურიც არ უნდა იყოს და ეს პროცესი დაიწყო ბევრად უფრო ადრე. ჯერ კიდევ ვასილ კარბელაშვილი შემდეგ ეპისკოპოსი სტეფანის სახელით ვიცნობთ მას ასევე მინდანა ჩერაცხილი აი ამ ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ვასილ კარბელაშვილი წერდა რომ ქართველი ადამიანიო ქართული გალობის სილამაზეს და შემშვენიერეს ვეღარ გრძნობს ის წუხდა ამის გამო მე-19 საუკუნეში და იმიტომ კი არას რომ მან იცის და ვერ აფასებს არამედ მისი ყურთასმენა გადაეჩვია ქართულ ხანგს და იმ შემშვენიერეს რაც გააჩნია ქართულ ხანგს. ეს პრობლემა დაიწყო მე-19 საუკუნეში, მას შემდეგ რაც მოგეხსენებათ ეგზარხოსობის ხანაში ქართული გალობა განიდევდა ქართული ტაძრებიდან და ევროპეიზებული უფრო ხშირად ჟღერდა და დღესაც გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად არ გვესმის ქართული მუსიკა, სამწუხაროდ ეს ტრადიცია, ზეპირი ტრადიცია ქართული ხალხური სიმღერის გალობის სამწუხაროდ ჩვენში მოიშალა ყოფაში, რაც იყო ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილი, მსახურების განუყოფელი ნაწილი და სამწუხაროდ ჩვენ ახლა გვიხდება რომ შევეჩვიოთ ჩვენ მშობლიურ ენას და კვლავ დავეწაფოთ მას და ეს რთული პროცესია.
აი მე ერთ ციტატას აგიკითხავდით, რომელიც სწორედ დელასი კარველაშვილს ეკუთვნის და იგი ამოღებულია გაზეთ ივერიიდან 1795 წლის ნომერი გახლავთ ეს ერთ-ერთი. ქართული საეკლესიო გალობა ისე მდიდარია, რომ იმის სიმდიდრეს არ ამცდო მე 1000-ჯერ ჩემზეც უკეთესი 1000 კაცი ყოვლისფრით აღჭურვილი ვერ აღმოავსებ და ტყუილად კი ხლახავენ ამ გალობის სიმდიდრეს. აი ციტატა დასრულდა. მე მგონი ამ მოკლე ციტატაში ბევრი რამეა გადმოცემული, რა, ბევრ რამეს იტევს ეს ციტატა. იმიტომ რომ ეს სიმდიდრე სამწუხაროდ ჩვენთვის ჯერ კიდევ ესე ვთქვათ არის ის დაფარული საუნჯე, რომელსაც ჯერ ვერ შევხებივართ, იმიტომ რომ ამას გჭირდება მართლა ძალიან დიდი ცოდნა, ძალიან ბევრი ადამიანის ჩართვა ამაში და ამ რეპერტუარის გაცოცხლება. უწინ ხომ ყველა საგალობას ლიტურგიკულ წიგნებში, რომელსაც ხმა ეწერა, ყველაფერი გალობით სრულდებოდა. დღეს საგალობლების უდიდესი ნაწილი იკითხება, არის გალობები. და ანუ ეს სიმდიდრე ფაქტურად აი რაღაცნაირად ეს არის წარსული, ჩვენ ვიცით ეს არის წიგნებში, ეს არის ხელნაწერებში, ეს არის კი გადმოგვეცა ჩვენი წინაპრების ძალისხმევით მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ ამის აღჟღერებას უკვე უდიდესი შრომა, უდიდესი მუშაობა სჭირდება. აი ეს ერთი პრობლემა. თანახმები არა ვარ, რომ ძალიან ძნელია. აი ხშირად ვამბობ, აი ტრადიციული გალობა, ძველი გალობა ძალიან რთული. არ არის რთული. არის სადა კილო, საბავშვოს კილო, როგორც ეძახიან, ძალიან მარტივია. არის ხელნაწერებში წერია, უკვე დაბეჭდილია და ჩემი ხედვისგან ეს პროცესი უნდა სურვილი. აი დიდი სურვილი უნდა, ვინც უნდა იგალობოს, ჩვეულებრივად შეუგიძლია იგალობოს. აი მაგალითად ამ სეზონში მარტვილის მონასტერში ვიყავი რამდენჯერ. იქ არის ერთი პატარა ბიჭის გუნდი, გასულ 6 თვეში იცავლა მთელი ლოცვა-ცირვა და ჩვენიერად გალობენ. ეს ერთი მაცალებელი ყავთ გალობის სკოლისგან, სადაც ბატონო ზაზა და ქალბატონო მაგდა აცავლიან. ერთ-ერთი მოსწავლე იქიდან ეს სკოლისგან დადის მარტვილში აცავლის ბიჭებს და შეულებრივად სწავლობენ და ეს პროცესი შეიძლება ჩემი აზრით ყველგან. თუ სირვილი არსებობს. მართალ ბრძანებს და აი ბარემ ჩაგეკითხებით ბატონო ჯორნი. აი უცხოელი როგორ ისმენს ქართულ გალობას, რამდენად მისთვის, აი რამდენად საინტერესო თქვენ გქონდათ ალბათ არა მარტო თქვენი პირადი გამოცდილება, არამედ თქვენი მეგობრების, თქვენი ნაცნობების, რომელსაც პირველად მოასმენინეთ ქართული საგალობლები, ან ისმენდნენ ისინი, ან პირველთვის დროს ამას უსმენდნენ და როგორი იყო მათი აღქმა, აი როგორი იყო მათი შთაბეჭდილება? ზოგს უყვარს, ზოგს არა. როგორც ყველგან და ვინც უყვარს ეძებენ და ეძებენ ინფორმაციას და ძალიან ბევრი ინფორმაცია არ არის. განსაკუთრებით უცხოელ ენაში არც ერთი წიგნი მე რაც ვიცი დაბეჭდილი არ არის ზუსტად საგალობლების თემაზე დაბეჭდილი. და საგალობლები არის როგორც ნოტები არის დაბეჭდილი აქ, მაგრამ იშვიათად პოვნო საქართველოს გარეთ. ესე იგი ამერიკაში მაგალითად ამერიკული მართლმადიდებლური ეკლესიაში, სადაც ბევრი ეკლესია არის ყველგან ამერიკაში. აი 7 მილიონამდე მართლმადიდებლები ხალხი ცხოვრობს მართლ ამერიკაში. დიდი ბერძნული, რუსული, ამერიკული სხვადასხვა ხარეს და განსაკუთრებით ამერიკულ ეკლესიაში დიდი სურვილი არის ქართული საგალობლების სწავლას. ეს პროცესი მიდის წინ და ჩემი პერსონალური გამოცდილებაში მე ვაცავდი რამდენიმე გუნდი საგალობლები და ყველას უყვარს. მეც უნდა. ყველაზე დიდ პრობლემად მე მიმაჩნია ის რომ აი ეს 8000 საგალობელი, რომელიც თქვენ ახსენეთ უკვე ხომ, ეს გახლავთ დანატოვარი
ჩვენი წინაპრების, რაც მათ აი მე-19 საუკუნეში ესე იგი ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასე ვთქვათ, დადეს. და ამ ყველაფერს აქვს ხელნაწერების სახე, ნოტების, ევროპულ ნოტებზე გადატანილი ქართული საგალობლები ჩაწერილი მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი გალობლებისაგან. აი ეს დანატოვარი გვაქვს ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ესე იგი დამოკიდებულება აი ამ სიმდედრისადმი, ამ საუნჯისადმი არის არასწორი. აი ეს საუნჯი გახლავთ ისეთივე რანგის სიმდიდრე ჩვენთვის, ქართველებისათვის, როგორც არის თქვა ჩვენი ეკლესია, მონასტრები, ჩვენი ხატები, ჩვენი ოქრო ნაკეთობა და ასე. უბრალოდ რაზეც პატრიარქი ამბობს თავისი. დიახ. ხო და ამ დანატოვარს სჭირდება შესაბამისი დაფასება და შესაბამისი მოპყრობა. არიან ახლა გალობლები, რომლებიც თვითონ ქმნიან ახალ საგალობლებს, რომელსაც ამ მუსიკასთან შეხება არ აქვს. სხვა პრინციპი, რამდენად სწორია ახლა ეს ქმედება. საერთოდ რომ ახალი საგალობელი შექმნა, მაშინ როცა ეს ყველაფერი, ხო, დევს შეუსწავლე. ახლა ჩვენ რაღაცა ნაწილი ჟღერს ახლა დღეს ეკლესიაში, მაგრამ რამდენი, ალბათ არ შევწდებით ვიტყვი რომ 1-20% ალბათ. არც კი ალბათ ამ ყველაფერს ეს ერთი, მაგრამ პროცენტულობა იქით იყოს. პრინციპები ამ მუსიკისა შეუსწავლელია. რა მუსიკა, რა კანონზომიერებები არის? არსებობს ცნობები, იერარქია არსებობდა აი ამ მუსიკოსებისა, საეკლესიო მუსიკოსების, ასე ვთქვათ, იერარქია არსებობდა. და ის ხდებოდა რეგენტი, რომელმაც მთელი წლის რეპერტუარი იცოდა, რა თქმა უნდა, ზეპირად. ეს იყო მართლა ძალიან მაღალი, სრული მგალობელს უწოდებთ ქართულად ამას და შემდეგი უფრო მაღალი საფეხურია, ბიზანტიური ტერმინი არსებობს მაგისტრი უკვე ვისაც შეეძლო მუსიკის დაწერა, ხელვანთმთავარი, ეს ქართული ტერმინი არის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პიროვნება მთელი წლის საგალობელს მცოდნე გახდებოდა, ანუ აი სრული მგალობელი, ანუ სრულად შეისწავლიდა მთელ რეპერტუარს და აქ სხვა სირთულეებიც არის, ჩვენ ვაცით, აქ არის ხმათა შეწყობის პრინციპები, იმპროვიზაციის ხელოვნება. მეცაც გეტყვის, ქართული გალობა ძირითადად სამხმიანია, მაგრამ იყო 6 ხმაში გალობის ტრადიცია ჩვენთან და ამბობენ, რომ მხოლოდ სრულ გალობლებს შეეძლოთ ეს. და მრავალი ასეთი სრულ გალობლობაზე შეიძლება ძალიან ხანგრძლივად ვისაუბროთ. და მხოლოდ აი ამის შემდეგ, რაც აი ამ მაღალ ხელოვნებას დაეუფლებოდა, მას შემდეგ უკვე ჰქონდა უფლება, რომ დაეწერა, შეექმნა საგალობელი მასალა. მარტო ახალ საგალობელზე არ არის საქმე. თვითონ ეს საქმე იმდენად დიდია, მნიშვნელოვანია, რომ ამას ვერ გაწყვეტება ერთი ჯგუფი ენთუზიასტების, რაღაცა ერთი რომელიმე სტრუქტურა. ამას სჭირდება ძალიან დიდი, ვიტყოდი, რაღაც მოძრაობა, მიმდინარეობა, რაღაც დიდი მხარდაჭერა და მხარში დგომა ამ საქმეს, რომ ამან მიიღო შესაბამისი მასშტაბი. სამწუხაროდ მე ჯერჯერობით ბოლო 20 წელიწადია ვაკურდები ამ საქმეს, ასეთი რამ არ არის. არის ცალკეული ნაბიჯები გადადგმული, გალობის ცენტრი არის შექმნილი საპატრიარქოში, რეგენტთა სკოლა შეიქმნა სასულიერო აკადემიასთან, კიდევ რაღაც სხვა სტრუქტურები არის, მაგრამ მაინც ამან ის მასშტაბი ვერ მიიღო, რაც საჭირო არის და მე ვფიქრობ, რომ აქაც ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რაც ყველა სფეროში გვჭირს. ეს არის რაღაცა დაუდევრობა, ქართული ტრადიციული დაუდევრობა, აკროტილად უპასუხისმგებლობას. ბატონმა ჯონმა თავის თვალი ჩვენი რა შეამჩნია, რომ სურვილი არის საჭირო, მაგრამ აი მოიტანა მარტვილის მონასტრის მაგალითი, სადაც 6 თვეში ეს გაკეთდა. ანუ სურვილი და მონდომება და იმის გააზრება, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ისეთ მარტო დაუდევრობას არ დავაბრალებდი, ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ყველა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ აი როგორც ზაზა მახსენე, რომ ვიღაცა კადნიერდება და იწყებს, ვთქვათ, ახალი საგალობლის შექმნას, ეს არა იმიტომ, რომ მხოლოდ კადნიერი და იმიტომ, რომ მას რაღაცა დიდი ესეთი პატრიმოყვარეობა და ასეთ რაღაც აწუხებს, უბრალოდ იმიტომ, რომ მას იმის წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რას ნიშნავს პროფესიონალური
გალობელი და რას ნიშნავს ეს კრიტერიუმები ჩვენთვის კარგად გასაგები არ არის მაგალითად ვერავინ ვერ გაბედავს ახლა პიანისტობას იმიტომ რომ უკვე ოდითგანვე ჩვენ ვიცით რას ნიშნავს პროფესიონალი პიანისტი ან რას ნიშნავს პროფესიონალი კლასიკური კომპოზიტორი ხო და აი ახლა მაგდამაც ახსენა ეს რაღაცა კრიტერიუმები არსებობდა რაღაცა კრიტერიუმები რომელიც დღეს ჩვენ ყველამ არ ვიცით ეს კრიტერიუმები ბოლომდე რას ნიშნავს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიონალური გალობელი. სჭირდება მხოლოდ მაგას, მხოლოდ ზეპირიცოდნა მაგალითად, ან თუ ზეპირიცოდნა რამდენი საგალობლის არის რომ ის უკვე გახდეს ნამდვილად სრული გალობელი. მაგრამ ზეპირაცოდნა შეუძლებელია თუ შენ არ იცი მთელი ამ სტრუქტურა საგალობლების როგორ არის აგებული. ეს ყველაფერი თუ არ იცი თუ ხდები რომ შენ ამას არ ფლობ ამ ინფორმაციას ნამდვილად ვერ გაბედავ საგალობლის დაწერას თავისუფლად და ეს კრიტერიუმები უნდა დადგინდეს რა თქმა უნდა იცოდნენ პრინციპები ეს მრავალრიცხოვანი საგალობლები როგორ ესწავლა ზეპირად და ჩვენ კი ეს გვაქვს ნოტით ეს მემკვიდრეობა მაგრამ რაც ნოტზეა ვიცით მაგრამ იმის მიღვა უკვე ის საიდუმლოება რაც ზეპირად გადადიოდა ხელოვანიდან მოსწავლეზე ეს უკვე რა თქმა უნდა არის საძიებელი ზოგი რაღაცა უკვე მიკვლეულია ასე ვთქვათ მაგრამ გრძელდება ძიება ესეც ერთ-ერთი პრობლემა არის შემსრულებლობაში მამავა ერთ-ერთი პრობლემაა რომ დღეს ჩვენ არა მარტო ის რომ ნოტი ავაჟღეროთ როგორ ავაჟღეროთ აი ეს როცა ვამბობთ რომ ჩვენ გაუცხობულ ვართ ქართული გალობის მიმართ შეიძლება შესრულების მანერაც როგორ უნდა შესრულდეს ქართული საგალობელი აქაც არის გაუცხოების ელემენტი ბევრს შემოაქვს ქართულ საგალობელში ევროპეიზებული შესრულების სტილი საგუნდო სტილი ესეც პრობლემაა და ან კიდე პირიქით ზოგი სტილიზებურად ხალხურ სიმღერას ცდილობს რომ მიამსგავსოს საგალობელი შესრულების მანერით და ეს იწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას ზოგჯერ და მართლაც ბუნებრივიც არის რომ არც ერთი არც მეორე არ არის მოსაწონი და ამაში ქართული გალობა არ არის დამნაშავე. ბევრმა ისიც კი არის ის რომ ჩვენ გქონდა ჩვენი სანოტო სისტემა აი ეს ნევნების არსება თვითონ ტერმინი ნევნიც კი არის ის და არა და ეს საკვლევია და დიდი განძია ეს და მე ვიცი რომ ბატონი ზაარლი ამ ხრივ მუშაობს და აქვს მას ცდელობა იმისა რომ გაშიფროს ეს სისტემა იქნებ ამაზეც გითხრათ ორი სიტყვა. ხო, კი ბატონო ვიტყვი ორი სიტყვას უბრალოდ იმ თემასთან კავშირში ვიტყვი დავამატებ რომ და ყოველთვის ვამბობ ამას რომ ეს ჩვენი თაობა ისეთია რომ მოკლებული ვართ ჩვენ ვიყავით ჩვენ მასწავლებელს უშუალო მასწავლებელს. ჩვენ აი არ გვყავს ისეთი არ ყავდა ისეთი აი იმიტომ რომ წვეტა იყო ხო ამ ისტორიის აი კომუნისტური პერიოდის დრომახედელობაში და ჩვენ არ ყავდა ისეთი მასწავლებელი რომელსაც მივოდიო და ვკითხავთ აბა ეს როგორ იყო ეხლა თქვენ ხარ მასწავლებელი ხო აი ესე გამოდის რა ხო კი მაგრამ აი ჩვენთვის არაფერი ჩვენ აი ერთადერთი რომ ჩავიხედოთ იმაში რაღაც წყაროები ამოვიღოთ წავიკითხოთ და იქიდან რაღაცეები ვივარაუდოთ ხო და ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ რა როდესაც ეუბნებიან გუნდს რომ აი თქვენ ვერ გალობთ და ან რაღაცა სხვა რამე იგალობე და ეს არ მინდა და ის მომწონს და ეს არ მომწონს ხო შეიძლება ვეღარ რომელიღაც გუნდი ვერ გალობს ის სათანადო ეს პრობლემა არის რა თქმა უნდა ახლა გუნდი კარგად უნდა გალობდეს და მწყობრად მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ შესასწავლი გვაქვს და ამას მოთმინებით და გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა სამოდელო პიროვნებაც მრევლით და გალობელით და ყველა საერთოდ და თქვენს რაც ბრძანეთ აი დავამატებდი ხო თქვენ ძალიან მოგძალებით ახსენეთ ზეღარ რომ ხანდახან არა მარტო საერო არამედ სასულიერო პირების გარკვეულ წინააღმდეგობას უწევენ ამ საქმეს და მე უფრო თამამად ვიტყოდი რომ სამღვდელო პირი როცა არის ადამიანი და ის ასრულებს ღვთისმსახურებას ეს არ ნიშნავს რომ ან უკვე ყველაფერი ავტომატურად იცის ანუ ხელდასხმის მადლით მას ეძლევა საშუალება უკვე და შესაძლებლობა იმის რომ ჩაატაროს საეკლესიო საიდუმლოები მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ავტომატურად მან უკვე კარგად იცის ბრწყინვალედ იცის საეკლესიო გალობა საეკლესიო ხელოვნება ზოგადად და მას აღარ ჭირდება არანაირი კონსულტაცია ამ პირიქით სწორედ რომ სერიოზული და პასუხისმგებლობის უნარის მქონე სასულიერო პირი უფრო მეტად უნდა გაფრთხილდეს, უფრო მეტი ზომიერება, სერიოზულობა გამოიჩინოს ამ ხრივ და რაც შეიძლება მეტ სპეციალისტს დაეკითხოს და როგორც უკეთესია, ისე უნდა გადაჭრას.
თუ ისტორიას ვკითხულობ, მაგალითად, ქალბატონო მაგდას აქვს ძალიან კარგი შრომა ფილიმონ კორიზის შესახებ, ვინც ცნობილად ჩაწერა ამდენი საგლობლები, მაგრამ იშვიათად ვიცით ახლა დღევანდელი სრული მგალობლების ისტორიას, როგორც ბატონო დათომ თქვა, ეს მაგალითად კარბელაშვილის ძმები ახლა შეიძლება ცნობილია, მაგრამ რაჟდენ ხუნდაძე ცნობილი შვილი მგალობელი იყო, როცა ექვთიმე ქერესელიძე ჰქონდა მარტო ეს პირველი ხმის საგლობლები და არ იყო დაუმთავრებელი არ იყო და წავიდა პირდაპირ რაჟდენ ხუნდაძესთან და ეს იყო ერთ-ერთი ცნობილი მგალობელი, ვინც ის ისტორია იცი ჩემი ნათია ლურსაბ-თოგონიძისგან, მაგრამ ერთხელ გაზეთში დაწერილი ჰქონდა რაჟდენ ხუნდაძეს, რომ ვინც სურვილი აქვს მე ვაცავლი საგლობლები უფასოდ. მაგრამ ეს თუ არ ვეცდები, უნდა მოსავლები, უნდა იცავლოს 8 ხმის სისტემა, ეს დღესასწაულის საგლობლები, მთლიანი კალენდარის, ლოცვა-ცირვის საგლობლები, ზეპირად 3 ხმა. ეს არის პირველი ეტაპი და თუ სურვილი აქვს მოსავლებს, მე უფასოდ ვასწავლი. ეს იყო ერთი სრული მგალობელი და ეს ცოტა იქითკენ გვინდა უნდა წავიდეთ ჩვენ, რომ უფასოდ ვასწავლი, ვინც სურვილი აქვს და ყველგან და მე მგონი მოდიან. ნუ აქ კიდე აუცილებელია როგორ ვასწავლოთ. არის უამრავი მეთოდიკა უნდა გამომუშავდეს და ამის მცდელობები უკვე სამგალობო სკოლაში არის. ჯონი, შენ ალბათ იცი, რომ დაარსებულია სამგალობო სასწავლებელი, სადაც უფასო არის სწავლება. არა, გოგონებს არ იღება, ხო? და გოგონები არიან. აუცილებლად იქნება ეს გოგონების მიღება. უბრალოდ ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს ფართის პრობლემა, ძალიან ვიწროდ ვართ და როგორც კი ეს მოგვარდება და ეს უკვე გვარდება თანდათან, გოგონებსაც აუცილებლად მივიღებთ, მაგრამ რაც შეეხება აი ამ სასწავლებელს, აი თქვენი გადაცემით მათ ალბათ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ შეიძლება დაინტერესებულმა პირებმა ამის შესახებ მოისმინონ. არსებობს სამგალობლო სასწავლებელი, დღეს უკვე მას ქვია უნივერსიტეტი გიორგი მთაწმიდელის სახელობის, სადაც საგანგებოდ სპეციალიზაციას გაევლიან როგორც ლოტბარები, ასევე რეგენტები. სწავლება არის უფასო. მთავარი ადამიანს ჰქონდეს ძალიან კარგი ნიჭი მუსიკალური. ამას ვითვალისწინებთ, არის ესე ვთქვათ, მოსამზადებელი განყოფილება, სადაც ნოტიც რომ არც იცოდეს. მთავარია ჰქონდეს ნიჭი და მას ნოტსაც შეასწავლიან, სოლფეჯიოსაც შეასწავლიან, საეკლესიო საგალობლო სიმღერებს შეასწავლიან. ანუ იმ საბაზისო სოდნას მისცემენ, რითაც შეუძლიათ ჩააბარონ. აი ამ სასწავლებელში სწავლება უფასოა, პირიქით ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მეტი მოვიდეს აბიტურიენტი განსაკუთრებით ეპარქიებიდან, იმიტომ რომ ეპარქიებს საკმაოდ უჭირთ კადრების თვალსაზრისით, სამგალობლო კადრების თვალსაზრისით. თავისთავად, აი მათაც ქართული პოლიფონიური გალობა არის ძალიან დიდი საიდუმლო, მე ვიტყოდი. ბატონ ახალზერქვანიძეს უყვარს ხოლმე ყოვლადწმინდა სამებასთან შედარება ქართული სამხვიანი გალობის და ამბობს, რომ და ალბათ ეს ძალიან მისაღები ანალოგია, რომ ამის სიმბოლო არის. და როცა ჩდება პირველი ხმა, იქვე ჩდება მეორე ხმა, იქვე ჩდება ბანე ცალცალკე ხო არ არსებობს, როგორც ყოვლადწმინდა სამების პირები ცალცალკე არ არსებობენ, რომ არსით ერთნი არიან. და ეს ჩვენი პოლიფონია, ეს ჩვენი მრავალხმიანობაა. კიდევ ერთხელ ამბობ, არის სრულიად უნიკალური. თუ სხვა სფეროებში შეიძლება რაღაცა კიდევ არამთუ ანალოგი ყავდეს ბევრ რამეს, არამედ უპირატესი მაგალითებიც იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში. აი ეს რაც არის ჩვენი მრავალხმიანობა და შესაბამისად მრავალხმიანი გალობა, აქ მართლაც სრულიად უნიკალურ მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ამას განსაკუთრებული დაცვა ჭირდება, ამას განსაკუთრებული მოვლა ჭირდება და ამას განსაკუთრებული მზრუნველობა ჭირდება. შრომის ზღვაწის გარეშე არაფერი არ გამოვა და მხარში დგომის გარეშე არაფერი არ გამოვა.
აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა, ჩვენი დღევანდელი გადაცემა რაღაცა მცირეოდენი წვლილი მაინც იქნება აი ამ საქმეში შეტანილი და რა თქმა უნდა სასაუბრო ბევრია, მაგრამ ჩვენი გადაცემის დრო იწურება. მე მინდა მადლობა გითხრათ დღევანდელ სტუმრებს, მობრძანებისთვის, საუბრისთვის. და მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. ჩვენს ტელევიზიის სხვა გადაცემის ფორმატში, იგივე შეიძლება ამავე გადაცემაში ჩვენ ამ საკითხებს დაუბრუნდებით აუცილებლად. დღეს კი ჩვენ დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს, კარგად ვზამდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.